ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა USAID-ის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში რელიგიის და რწმენის თავისუფლების შესახებ 2022 წლის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში გაანალიზებული ესეთ საკითხები, როგორიცაა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების ქონებრივი პრობლემები და სხვა. ღონისძიებას რელიგიური გაერთიანებების და რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში ძირითადად ეხება 2022 წლის მოვლენებს და ფაქტებს. მთავარი სათქმელი, რაც გვაქვს ამ ანგარიში არის, რომ ის სისტემური პრობლემები, რომლებიც არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებს აწუხებთ წლებია, ყველა მათგანი არის გადაუჭრელი. ეს არის მათი ქონებრივი პრობლემები, რომ ვერ იბრუნებენ ისტორიულ ქონებას, რომ დაბრკოლებები ექნებათ ახალი ნაგებობების მშენებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის პლატფორმის არსებობა სხვადასხვა რელიგიებისათვის და ასეთი პლატფორმა, როდესაც არსებობს მაგალითად TDI ტოლერანტობის ცენტრი, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, ეს არის ის პლატფორმები, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ ჩვენი პრობლემები და ღიად გამოხატოთ ჩვენი დამოკიდებულება.